ეს კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარია, რომელიც ისტორიულ ადგილას კრწანისის ბრძოლის ველზე მდებარეობს. კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მდებარეობს კრწანისის ბრძოლის ველზე. აგებულია 1855 წელს კრწანისის ბრძოლის ველზე და მნიშვნელოვანია და ისტორიული მოვლენა იყო კრწანისის ბრძოლის 100 წლის თავი სწორედ ამ ტაძარში იქნა გადახდილი მთავარ ეპისკოპოსის ალექსანდრე ოქროპირიძის მიერ. ხაზს უსვამს ისტორიულობას ის, რომ ეს სამგლოვიარო პროცესია ანუ 100 წლის თავი კრწანისის ბრძოლისა იქცა დიდ ეროვნულ დღესასწაულად და აქ დიდი განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღეს წმინდა ილია მართალმა და მაშინდელმა იმ ინტელიგენციამ, ასევე მონაწილეობდა შემდგომში უკვე კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე და ძალიან ბევრი სასულიერო და საერო დასი. ეკლესია ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში დაზიანდა. 1990 წელს კი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ძალიან საინტერესოა ის, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც საეკლესიო ხელოვნების დარგებში სპეციალისტები არ ყოფდა. და ფაქტიურად 9-10 კაცი მაინც მუშაობდა აი ამ კანკელზე, რომლებმაც აქ ისწავლეს ქვაზე მუშაობა. შემდეგ აი ამ კანკელის დასრულების შემდეგ შემიძლია ჩამოთვალო ესენი იყვნენ ნიკოლოზ დადიანი, იაკობ ნადირაძე, მიქაელ სოზიაშვილი, მალხაზ პაპასკირი, ზვია ძიძიგური, აწუკვე მღვდელი შიო ღვინაძე, ასევე გამოჩენილი ქვის ოსტატი დღეს უკვე გოგა ლალიაშვილი და ასევე მუშაობდნენ ვახტანგ ბოჭორიშვილი და საინტერესო ის არის, რომ აი ამ კანკელის დასრულების შემდეგ ეს ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით ესე იგი ამ ადამიანებმა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს საეკლესიო ხელოვნებაში მუშაობა. კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში წლების განმავლობაში ხელოვნების სხვადასხვა დარგი ისწავლებოდა, მათ შორის ხატწერა, მინიატურა, მინანქარი და სხვა. დღეს აქ მოზაიკის სახელოსნო ფუნქციონირებს, სადაც ფრესკული მოზაიკის ოსტატი მიქაელ სოზიაშვილი დაინტერესებულებს ხელოვნების ამ დარგს შეასწავლის. ჩვენს ეკლესიაში პირველი სახელოსნო დაფუძნდა მოზაიკისა და საფუძველი ჩაუყარა ამას ამირან ბაკურაძემ, მიხეილ სოზიაშვილმა, ბადრი ბაკურაძემ და აი აქედან დაიწყო უკვე ძალიან სერიოზული მუშაობა მოზაიკაზე. პირველი ნამუშევარი მათი ეს იყო აბოთფილელის ტაძარში, წმინდა აბოთფილელის პორტრეტი, ხატი უпроსწორად და შემდეგ უკვე დაიხვეწა მათი ხელოვნება ამ მიმართულებით და გაიყო ეს ჯგუფი მიშა სოზიაშვილი დარჩა აქ ჩვენთან აგრძელებს ისე მუშაობას, ხოლო ამირან ბაკურაძემ თავის ძმასთან ბადრისთან ერთად სხვაგან გააგრძელეს მათ ასევე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესე ვთქვათ ახალგაზრდის ყურადღება მიიყრეს და დღეს თუ რაიმე კეთება სერიოზული ქართულ საეკლესიო სივრცეში მოზაიკის მიმართულებით ეს სწორედ ბადრის ჯგუფი და მიხეილის ჯგუფია. დღეს მოზაიკის სახელოსნო ისევ არის, რომელსაც მიშა სოზიაშვილი ხელმძღვანელობს და მან ძალიან ბევრ ადამიანს ასწავლა ეს საოცარი ხელოვნება. ძალიან საინტერესოა ჩვენს მოზაიკის სახელოსნოში თქვენ შეგიძლიათ უკვე ნახოთ თვითონ პროცესი როგორ მიმდინარეობს. ბადრი ბაკურაძესთან ერთად რომელმაც იტალიაში მიიღო თავის ძმასთან ერთად იტალიაში
გამოცდილება დავიწყეთ მოზაიკის კეთება. პირველი იყო ერთ-ერთი მცხეთის შესასვლელია, მცხეთელებმა ხეკორძულას ღვთისმშობელი უწოდეს ამ ფრესკას, შემდეგ იყო მირიან და ნანას მოზაიკა, შემდეგ იყო ბათუმის სამება, გორის თეატრის ბაღში გავაკეთეთ წმინდა ნიკოლოზის მოზაიკა, ასევე გორის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიასთან ღვთისმშობელი, შემდეგ მოყვა ამას ათონის მთაზე ქართველებს გადმოეცა ტერიტორია, რომელზეც აშენდა მოღვაწე ბერის მიერ ამჟამად უკვე დიდი შესანიშნავი კომპლექსი. იქ ერთ-ერთ მანამდე მცირე ტაძარში გაკეთდა ღვთისმშობელი წიაღში ყრმით ივერონის იატაკის ასლით გამშვენდა რუისის მიხედვით. რუისში არის ასეთი ეკვდერში მინაშენი ძველი ისტორიული მოზაიკა ინკრუსტრაციის სახით და მისი ასლი ავდექით და გავაკეთეთ ათონის მთაზე. შულავერში არის ესეთი რა მოსახლენი არიან აჭარიდან, რამე თუ აჭარიდან არიან იქ მეუფე გიორგი ჯანდელიანმა მატათას სახელობის ტაძარი აღაშენა, ესე იგი და ამ ტაძრის ტიმპანიც ესე მოზაიკით გამშვენდა. მოზაიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. ამბობს, რომ ამ ინტერესის გაჩენაში დიდი წვლილი ბებიას მიუძღვის. მოგვიანებით სამხატვრო სკოლაში ჩააბარა და მოზაიკას ნიჟარებით, კენჭებითა და სხვა ბუნებრივი მასალით ქმნიდა. სწორედ ასე დაიწყო მიქაელ სოზიაშვილის აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება. ბესარიონი არის თავისთავად სამხატვრო საბჭოში და ძირითადად მისი მრევლის წევრებიც დიდი ნაწილი სამხატვრო საბჭოს წევრები არიან და ბევრი დაიხვეწა და ჩამოყალიბდა და გადმოხარეს ასე ვთქვათ საეკლესიო ხელოვნებისკენ. ხო და გახსნა აქ როგორც ჭედურობის სკოლა, ასევე ფერწერის და აგერ მოზაიკის სკოლა. მე მოხდა ეგ ბედნიერება წილად, რომ ბადრი ბაკურაძესთან ერთად ავაწყეთ ეს სახელოსნო. ჩვენ გვაძლევთ საშუალებას, რომ აქ ანიბანი ისწავლოს ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც მერე მიდიან და თვითონ ანვითარებენ და მიხარია, რომ ეს პატრიარქის კითხვას შეძლებს დაგვარად ვასრულებთ, რომ განვითარებულიყო მოზაიკა საქართველოში. თავდაპირველად გრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ქვის კანკელზე მუშაობდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ფერწერამ მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და ჯერ ფრესკული მოზაიკის შექმნისკენ, მოგვიანებით კი ამ ხელოვნების სხვებისთვის შესწავლებისკენ უბიძგა. ეკლესიაში რომ მოვედი, მამაოსგან ესეთ კურთხევა მქონდა, რომ მაშინ კეთდებოდა ჩვენი ტაძრის კანკელი, ხო და ქვაზე მოსინჯე ჩემი შესაძლებლობები და ამ ტაძარში არის არსებული ეს პირველი ჯერ ერთ-ერთი ჩემი პირველი კანკელი, რომელზეც მუშაობდა გუნდი კობან ადირაძე, ხელმძღვანელობით კოკი დადიანის მამა ბესარიონ მენავდის ერთობლივი პროექტი იყო ქეთინა ბაშიძესთან ერთად და ქვაზე კი განვითარდით იქ სამრეკლოები, ბევრი ტრაპეზი, ბევრი სამკვეთლო თუ ხატები, მაგრამ მაინც ფერწერა თავისკენ მიზიდავდა და ეს ფერი, კენჭი და ფერწერა ესე იგი გავაერთიანეთ და დავიწყეთ მოზაიკა. როგორც ხელოვანი აღნიშნავს, მის პროფესიულ საქმიანობაზე განსაკუთრებული გავლენა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოახდინა. პატრიარქის კურთხევა იყო, რა თქმა უნდა, პატრიარქმაც დიდი სტიმული მომცა ამ მოზაიკის სახელოსნოს დამითმო საპატრიარქოში ყოველ ნამუშევარზე ჩამოდიოდა თვითონაც შესწორებებს, კორექტირებებს აკეთებდა და უფრო გავიზარდე პატრიარქის ხელში და იქ გაკეთდა ათონისთვის იატაკი, ყურანქეთისთვის იატაკები, ივერონის ასლები და რუისის მოზაიკის ასლები იატაკის. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და მდინარეებიდან ქვებს თავად აგროვებს. მისი თქმით, ბუნებრივ, ხელთუქმნელ ქვებს განსაკუთრებული ფერი, სიმკვეთრე და ბზინვარება აქვთ. მთლიანი ტაძარი არის ვარდისფერი, მას აქვს მოჭიქული მომწვანო სახურავი, გათვალისწინებული იქნა ეს არქიტექტურა და მწვანე ფონი აქვს მოზაიკას და ეს ერთ მთლიანობას ქმნის.
მოზაიკა იწყება, ყველაზე მთავარია თვალებიდან იწყება, თვალის გუგიდან, ხატში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვალები, შემდეგ ტუჩები, ყურები და სახით იწყება რა, მოკლედ. ფრესკული მოზაიკა უფრო ესეთი მონუმენტურია და უფრო თავისუფალი ხარ, მაგრამ მიკრომოზაიკას თავის სირთულები გააჩნია, უფრო წვრილად გიწევს ქვების დაჭრა, შეიძლება კლიბით, ალმასის კლიბის ჩარევა დაგჭირდეს და უფრო რთულია ტექნიკურად შესასრულებლად. ამჟამად ხელოვანი ქობულეთის ამაღლების ტაძრის მოზაიკაზე მუშაობს და სულ მალე მისი შემოქმედებით კიდევ ერთი ტაძრის კედელი დამშვენდება. განსრულების პირას არის ქობულეთისთვის დამზადდა ამაღლების ტაძარია. უფალი ტახტზემშდომი უფალი მანდოლაში. ცოტა დიდი ხანი კი მოუნდით, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს შეიცავს მიკრომოზაიკის ელემენტებს კი. ახლო მომავალში საქართველოს ულამაზეს კუთხეს გაამშვენებს ეს ჩვენი სახელოსნოში შექმნილი მოზაიკა ღვთისშეწევნით. გადაადგილების სირთულის გამო ეს მოზაიკა ეწყობა ფრაგმენტებად და შემდეგ ადგილზე ხდება მისი მონტაჟი და ჩვენ ახლა გავჩვენებთ თუ როგორი არის ამ მოზაიკის აწყობის პროცესი.